აქ სოკოები იზრდება ჩემს ღვედზე. მინდა რომ აღნიშნო, რომ საკმაოდ ცოცხლად დადის, ანუ პირველად მესმის ესეთი რაღაცა ამდენ მანქანაში. ჩვენი Lexus-ის მერე მეშინია ელექტროსაბარგულების, რომ ვაჭერ და აღარ იხსნება, იმენა გული მიძაგძაგებს. ჩვენ Toyota RAV4 იწყობა, როგორც ხედავთ, შეღებილიც არის ნაწილები. ყველა ნაწილი არის ჩამოწიკწიკებული და ელოდება თავის რიგს. ერთად დადგეს ჩვენს RAV4 Prime-ზე. ერთი სული მაქვს, რომ აიწყოს ეგ მანქანა და ვნახოთ როგორ დადის, როგორი არის, რატო აქებენ ასე ძალიან ამ მანქანებს და ნამდვილად ეგეთი სწრაფია თუ არა. ჩემს ფონზე ეხლა დგას ჩვენი RAV4, რომელიც უკვე აწყობილია და საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. სულ რამდენიმე წამში გაჩვენებთ, ჯერჯერობით აი ესე შევაფასებ. საკმაოდ სიმპათიური არის, ეს მანქანა აწყობილი არ მინახავს და მინდა აღვნიშნო, რომ მაგრად უხდება ეს რეალა რაღაცები და საკმაოდ სიმპათიური ვიზუალი აქვს. ეხლა კიდე მოიმზადეთ და ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი RAV4. ამ სილამაზეს შეხედეთ. ჯერ გვაქვს რაღაც კანტები დასამაგრებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა ეს მანქანა უკვე ბევრად სიმპათიურად გამოიყურება, ვიდრე თავიდან, როდესაც მოვიყვანეთ ეს. ჯერ ზაპასკაზეა, ჯერ რაღაცები არ გვიყენია, მაგრამ ძალიან მალე ეს მანქანა უკვე დაუბრუნდება თავის ვიზუალს, როგორც იყო დაგეგმილი ქარხანა გამოშვების მიერ. მე არ მომწონს ქარხნული მანქანები, მაგრამ ეს ისეთი კლასის მანქანაა, რომელიც ჩემი აზრით უნდა დარჩეს ქარხნული. საკმაოდ სიმპათიური მანქანა არის და დაველოდოთ ამ მანქანის შედეგებს. ამასობაში თან პარალელურად აქაც შეგაჭყიტებთ და რაღაც საინტერესო მანქანები გვყავს და მოკლედ ველოდებით ამ ყველაფრის გამოჩენას არხზე უკვე საბოლოო ჯამში. ჯერ ვმუშაობთ ამ მანქანაზე. ესეც ჩვენი RAV4 ჩემს ფონზე აი ესე ლამაზად დგას და ელოდება თავის დროს, რომელიც უკვე დადგა და ეხლა წავიყვანთ ამ მანქანას სახლში. მოვამზადებთ, გავალამაზებთ, გავაპრიალებთ იმისთვის, რომ თავის მომავალ მომხმარებელს, მომავალ პატრონს კარგად ემსახუროს, დიდხანს ემსახუროს, მაქსიმალურად რაც ჩვენს ძალებში იყო, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეკეთებინა სწორად, ლამაზად, გემრიელად ყველაფერი გამოვიდა, ჩემი აზრით, ზუსტად ისე როგორც მე მინდოდა. აი, ესე გამოიყურება ჩვენი RAV4. ძალიან ბევრი კომენტარი იყო ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ ალექს, აი RAV4 რატო არ ჩამოყავსო, Toyota-ები რატო არ ჩამოყავსო და აი დადგა ის დროც ეს ჩვენი RAV4 Prime-თან, ჩვეულებრივი RAV4 არა, ძალიან ბევრი აქებს ხოლმე ამ Prime-ებს, პლუს სწრაფიაო, თან ქალაქში ძალიან გამოსადეგარიაო, მაგრამ ჯერ არ ვიცი როგორია, ჯერ არ მივლია, ჯერ არ მიტარებია და ზუსტად ცოტა ხანში ჩავჯდები ამ მანქანაში და მოგიყვებით ჩემს პირველად ემოციებს, როგორც უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბდა მარხზე. ეხლა კიდე დავხუთავთ ამ მანქანას და წავალთ სახლისკენ.
მინდა აღნიშნო, რომ საკმაოდ ლამაზი მანქანა არის. აი ზევით ისეთ კომპლექტაციებს, რომელსაც შავი ჭერი აქვს ხოლმე სახურავი. ის ბევრად სიმპათიურია, მაგრამ ამასაც არ აუშავს. მე მაგალითად მე რო ვყიდულობდი ამ რაოთხს და მე რო ვიტოვებდი, არ დავტოვებდი ასე და ზედა მხარესაც გავაშავებდი სიამოვნებით და საკმაოდ კარგად თამაშობს ფერებში ეს ვერცხლისფერი და შავი. რაც შეეხება მანქანის მიმოხილვას, რომელიც არ ცდება ამ არხს და ამ მანქანას, დაელოდეთ აუცილებლად ჯერ ვაგრძელებთ ამ მანქანის აღდგენას, საბოლოოდ აღვადგენთ, გააგრძელეთ ვიდეოს ყურება. ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ, ჩემთან ერთად ხართ, ჩემს გზაზე საოცნებო მანქანისკენ. ესეც ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯი, ერთ-ერთი საფეხური ჩემი საოცნებო მანქანისკენ. წავედით და გავაგრძელოთ ჩვენი სვლა. Так, ესე იგი პირველად ვზივარ რა-4-ში საჭესთან. ვნახოთ როგორ ივლის. ეხა ჯდომას რაც შეეხება აი Lexus-ის ვიდეოში UX-ი რაც ვყავდა, მან დავიწყე საუბარი, როგორც კი აი ჩავჯექი თუ არა, მინდა დავაფიქსირო ხოლმე ჩემი აზრი კონკრეტულ მანქანაზე. აქ ბევრად უფრო მსიამოვნებს მაგალითად UX-თან შედარებით ჯდომა. მომენტ UX-ი და ეს არც უნდა შეადარო, ეს NX-ის კონკურენტი არის, ასე რომ NX უფრო უნდა შევადაროთ, მაგრამ NX-ი არ ყოლი არ ხდით ჯერ. მედია მალე გამოვასწორებ მაგას. ეს ჩვენი რა-4 არის airbag გაუხსნელი. თან 90,000 მილი აქვს გარბენი და Toyota-სთვის როგორც იცით ეგ დიდს არაფერს არ წარმოადგენს. მით უმეტეს ისეთი Toyota-სთვის, რომელიც თან ჰიბრიდულია და თან დატენვადენო იქ უმეტესწილად ხშირად ამ მომენტ ხოლმე ნახევარზე იყოფაო რა მოკლედ ჰიბრიდებზე. ძრავს მცირე გარბენი აქვს რა შედარებით. კაი დიდი სივრცე კი აქვს. აი რა-4-ით სხვათა შორის სიამოვნებით ვივლიდი. ერთ-ერთი მანქანა ყავს უკვე გამოწერილი, რომელიც დაახლოებით ვფიქრობ, რომ უნდა დავიტოვო რა. ჩვენს აი ამ ლამას ფიტს უნდა დავემშვიდობოთ უახლოეს მომავალში. მაგრამ ეს რა-4 მომხიბვლელია. კი ცოტა ხმაურობს სამუხრუჭე, ეგ სავარაუდოდ იმის გამო რომ იდგა. მაგრამ აი ჯდომი თვითონ და აი ხედი საკმაოდ კარგია, ხილვადობაც ძალიან კარგი აქვს. კი ბრაგუნა არის შედარებით Lexus-თან, აი რაცაც დავაკვირდი ახლა პატარ-პატარა ასფალტის უსწორმასწორობებზე. აი ისე არა, ვერ ვიტყოდი მაგას. ვერ ვიტყოდი. ძალიან ბრაგუნაა თქო, ვერ ვიტყოდი. დადის კარგად. საკმაოდ რბილია და კომფორტული სატარებელია რა ისე რომ ვთქვათ. აი ამ ხილვადობაზე გეუბნებოდით, ზუსტად საკმაოდ კარგად ჩანს გზა, საკმაოდ კარგად ჩანს სივრცეები მარჯვნივ-მარცხნივ. ჩვენს Lexus-ში საერთოდ არ მომეწონა ეგ, იმიტომ რომ აი ძალიან პატარა შუშები აქვს და არ მიყვარს ხოლმე რა, თუ ჯიპია და თუ მოჯიპუ არის, ქალაქის მანქანა თუ არის, რა თქმა აი ამ ხელა ბრმაზონები ხო, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, მაგრამ Lexus ცოტა სხვა გეგმები ქონდა სავარაუდოდ. მოკლედ, ეხა ბევრს აღარ მოგაწყენთ, წავედით სახლისკენ, სალონი გვაქვს გასაწმენდი, აქ სოკოები იზრდება ჩემს ღვედზე. საკმაოდ საზიზღარ სიტუაციაში ვზივარ, თან შუშებს უნდა ჩავუწიო, შუშებს რო ჩავუწიო, ჩემს მას ვერ გავუგებთ, მოკლედ წავედი სახლისკენ და იმედია არაფერს არ ავიკიდებ ამ მანქანაში. შევაქე და შემდეგ დღეს უკვე აი ესეთი ამინდი გამოვიდა, წვიმიანი ამინდი არის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მამა მუშაობს ჩვენს რა-4-ზე და აი ასეთი შედეგი გვაქვს. აქედან დიდად შედეგი არ გვაქვს, მაგრამ სალონს შეხედეთ. აქ უკვე ყველაფერი სუფთად არის, აღარ გეშინია რაღაცა რომ გადმოგედება და რაღაცას რომ აიკიდებ. სალონში შეგიძლია ჩაჯდეთ ჩვეულებრივ, ეს პირველადი რეცხვა, ჯერ მე კიდევ ერთხელ გავრეცხავთ, სანამ წავიყვანთ. მოკლედ, მამა შრომის გარეშე არ დადის, მე სანამ ძინავს და რაღაცებს ვარკვევ ცალკე. მამა, ეს რა ჭირს ამას? ვა, როგორც იქნა.
ჩვენი Lexus-ის მერე მეშინია ელექტროსაბარგულების, რომ ვაჭერდა აღარ იხსნება, იმენა გული მიძაგძაგებს. მოკლედ, ეგ არის ჩვენი რა ვოთხი, ძნელნელა იხოდება, სხვათა შორის აი კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა მანქანით სიარული. აი რა ვიარე ხო რაღაც ალბათ მაქსიმუმ 7 კილომეტრი. შეიძლება მაგდენი რა პლუს მინუს საკმაოდ კარგად დადის რა. სასიამოვნო მანქანა არის ვიზუალურადაც მომწონს და ვფიქრობ, რომ თუ გამომივიდა უახლოეს 1-2 წელიწადში ვეცდები რომ რა ვოთხამდე ამოვიდე და ის ფიტი ან რაღაცა ფიტის მაგვარი მანქანები ნელ-ნელა ჩამოვიშო, რომ როგორიც არ უნდა იყოს, უკვე ნელ-ნელა ასაკიც მემატებოდა. რა ვოთხების დრო არის რა. თან საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურება, ცოტასაც წვავს, თან ტევადი არის, თან Toyota ბოლო-ბოლო და უფუჭებელი არის. უფუჭებელი რა, მაქსიმალურად უფუჭებელი, როგორც შეუძლია რა. აი ესე გრძელდება ჩვენი ამბები Toyota-სთან. თქვენ კიდე შეგახსენებთ, რომ არხი გამოიწეროთ და დალაიქოთ ვიდეო. ესე იგი, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს სკოჩები გვაქვს მოსაშორებელი, სკოჩის წებოები, უბრალოდ რაც იყო ეს ლურჯი სკოჩი რაც ეკვრა ცხვირს. გვერდიდანაც ანალოგიურად და ყველაზე რთული სკოჩი აი ესენი არის რა, აი ყვითლად რაც არის, ცოტა რთულად შორდება. ის ჩვეულებრივი სკოჩი აი გამჭვირვალე წებო რაც არის დარჩენილი, ის მარტივად გადის რა, ბენზინით აშორებს მამა და საღებავს არ ვაფუჭებს და ამის წებო ვერ უძლებს, მაგრამ აი ეს ყვითელი სკოჩები ცოტა გვაწუხებს და უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ნაზად მოვერიოთ ამ ყველაფერს, რომ სუფთად გამოვიდეს და არაფერი დავაზიანოთ. ასევე რაც პრობლემად რჩება ჯერჯერობით არის საბარგული, რომელიც გზაში დამიზიანეს. კი ამინაზღაურეს, მაგრამ ჯობი არ დამიზიანონ, რომ ანაზღაურებაზე აღარ მივიწერო. აი ესე გამოიყურება ეს ჩვენი საბარგული აქ და კიდევ ერთი წერტილი აქვს. მეორე მხარეს სავარაუდოდ ფორკლიფტი რო წევს ხოლმე მანქანას, ცოტა გრძელი რო არის მანქანა, ედება რა. რაც არ არის ახლად კარგი ამბავი. აქ საღებავიც გაბზარულია და მოკლედ არ ვიცი, სავარაუდოდ როგორც მუსტანგზე ვქენით რომ გავასწორეთ და მე პატარა დავტოჭკეთ, ჯობია ეგრე ვქნათ, ვიდრე მთელი საბარგული შევღებოთ აი ამ ხელა წერტილების გამო. თქვენ კიდე შეგახსენებთ, რომ თუ აი ასეთი Toyota RAV4 გინდით თქვენს, შეგიძლიათ მოიწეროთ ჩემს ნებისმიერ სოციალურ ქსელში, Facebook-ი იქნება თუ Instagram-ი. შევარჩიოთ თქვენთვის სასურველი მანქანა და წამოვიყვანოთ. იქნება ეს RAV4, იქნება ეს Toyota Aqua თუ რაც არ უნდა იყოს, გინდა ამერიკა იყოს, გინდა იაპონია იყოს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ გაყიდინებთ ნებისმიერ მანქანას, შევარჩიოთ თქვენთვის სასურველ მანქანას და არ გამოტოვოთ ეს შანსი, შეიძინოთ თქვენი სასურველი მანქანა. ჩვენს RAV4-თან ვართ, ზუსტად ერთი დღე გავიდა, გუშინ იყო მზად ეს მანქანა, მაგრამ მე არ მეცალა და დღეს მაგით მოვედით, თან ღამე რო არ მეულო და ღამე რო არ მეჩვენებინა, აი აქ ვართ. მეც ეხა დეტალურად არ შემიხედავს, რაც მოვედი, გამოვიარე, უბრალოდ ბიჭები ვნახე და პირველად თქვენთან ერთად ვნახულობ. აქ კი დაგვრჩა რაღაცა, მაგრამ აი ეს ჯობია ყველანაირად მთლიანი საბარგულის შეღებვას, დროშით, თანხაშიც და თან ხარისხშიც. ეხა ეს პატარა რაღაცა გარბენიანი მანქანისთვის ჩემი აზრით ნორმალურია, ვისაც არ მოეწონება, მე იყიდის და გადაღებავს. აქეთ ამ ხარეს საერთოდ აღარაფერი ჩანს. იქაც რო არ გაბზარულიყო ეს საღებავი, ძალიან ლამაზი იქნებოდა, მაგრამ მე ეხაც თუ არ დააკვირდით რაღაც ძალიან ახლოს თუ არ მიხვედი, მაინც მოკლედ ორი დანაშაულიდან ყველაზე მცირე ავირჩიეთ რა, ყველაზე სწორი ვარიანტი არის ეს. ეხლა კიდე დავქოქოთ ეს მანქანა, ვესტუმროთ ჩვენ საშუალოდ, იმიტომ რომ ჩეკი აგვენ თუ რატომღაც არ ვიცი, შეიძლება მამამ რო გარეცხა ძრავი მაგიტო იყოს და ეხლა უკვე აღარ დავხვდეს, მაგრამ ეხლა დავქოქავთ და ვნახავთ ჩეკი თუ არის, პირდაპირ აშოტასთან მივვალთ და აშოტა გვიშველის. ნახოთ ეხლა ჩეკი გვინთია და გვინთია საბურავები. რადგან ეს Toyota არის ჩეკის არ მეშინია, საბურავებისაც არ მეშინია. ეხლა მივალთ აშოტასთან და ზუსტად გავიგებთ თუ რა ჭირს ამანქანას და გავარკვევთ კიდევაც. ძალიან მომეწონა, სხვათა შორის კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო ამანქანის სიარული, აი მართლა ძალიან მომეწონა, ყველაფერი ჩანს, თან მაღლაზი ხარ. თან თვითონაც წევადი არის და მშვიდად წყნარად ყველანაირად ვეტევი, როგორც მინდა ისევდებ ფეხს და მუხს არ ვადება არაფერს, ესე რომ წავედით. მინდა რომ აღნიშნო, რომ საკმაოდ ცოცხლად დადის, ანუ
მაგალითთან ელექტროს გარეშე რა დატენილი არ არის. არ ვიცი ხა ეს სისტემები როგორ მუშაობს, ჯერ ეხა ვეჩვევი ამანქანას და ეხა ვეგუები. მაგრამ ანუ ცოცხალი არის და მოყვება. გასაგებია რომ რა 4 არის და არ უნდა იაროს სწრაფად ამით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თუ მაგალითად უნდა გაასწრონ რაღაცა, საკმაოდ კომფორტულია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, მაგალითად აქ ვარ, როცა ყავდა საშინელება არის რა, მოკლედ გასასწრებად რო გადიხარ, ლოცულობ თან რომ გაასწრო და ნუ არაფერმა შეგიშალოს ხელი. იმაქომ ისეთი შეგრძნება და ამიტომ რა ვიცი. შეიძლება თქვენ ვინც ყავთ აკვები, ცუდად არ უბრალოდ ნუ აი შედარებაა რა. აქ ეხა ბევრად უკეთ არის, გას რო ვაჭერ, ვიცი რომ გავასწრებ, ვიცი რომ ჩვეულებრივ მეყოფა რესურსი იმას რომ გავუსწრო და სახიფათო სიტუაცია არ შევქმნი. რაც ძალიან კაია. როგორც ყოველთვის ისე არ გადის მანქანა რომ მე აშოტას არ ვესტუმრო, მოკლედ ისევ ელექტროობა, ისევ აშოტასთან კლასიკურად უკვე ამახისთვის თქვენ შეგახსენებთ თუ გინდათ რაიმე პრობლემა მოაგვაროთ ელექტრონული რაც თქვენს მანქანას აქვს, შეგიძლიათ დავურეკოთ აშოტას და ჩვენი სახელით ვინც დავურეკავთ რაღაც პატარ ფაზაკლებებს გაგიკეთებთ აშოტა ძია. აშოტამ ერთხელ უკვე მითხრა რაც ჭირს, მაგრამ დამოვიწყდა რომ იუთუბერები ვართ. აიცაზეთ და გიზბროს. მოკლედ მანქანა ახლა დაშლილი იყო და ბევრი რაღაც ქონდა დამახსოვრებული. ეხა ისტორია წაუშალეთ. ცოტა ზვაწვალებ, ჩავაქრობ და ვქო, ნახოთ, მე ხელმეორედ დავასკანერებ და ნახოთ, რამე შეცდომა ექნება თუ არა რეალურ დროში. ნახეთ, Toyota ჩამოვიყვანა იმის გამო, რომ გამძლია, არაფერი არ ჭირს, ვერაფერს ვერ დამართებ და აქაც ჩეკი მინდია. მე მგონი ჩემშია პრობლემა. მეჯო, საბურავი არის. დაშვებული? დაშვებულია, ხო დასამატებელია. ეგ არა უშ. Toyota-მ რა აქნას ახლა საბურავს არ ბერო, მაგიტო ანთებს. მაინც მე შემომეტანა პრობლემა. ეს ერთ. კაი, საბურავი არ არის პრობლემა. ძრავი შეკიც ჩაქრა, ანუ maintenance-ზე წერდა, იმიტომ რომ სერვისი არის დასაზბროსი და სერვისი დაუსბროსეთ. და ჩეკი ძრავის არ ვიცი, შეიძლება maintenance-ს მოყოლო და? არა. არა, შეიძლება დაშლილი იყო და ემახსოვა ეს ჰიბრიდი პლაგინია ეს თუ ჰიბრიდი. პლაგინია და რაღაცები რო დაიშალა, იყოლებს ხოლმე რა ძრავის ჩექსაც და სანამ არ დასბრუსავ, რომ სააწყო მაინც არ იშლება. იესნა, ძალიან კაი. მაგრამ მე მგონი ზუსტად ვიცი რომ დავქოქეთ პირველად და გავიარეთ არ ქონდა ჩეკი და მე რო ეყენა მანქანა და მე დაქოქა მამამ მეორედ მაშინ არა. შეიძლება ვერ გაიაზრა. და რამოდენიმე ჯერ ჩავაქრობ და ვქო და ხოლმე დავასკანერებ და ნახოთ. ნახოთ რა ჭირს ჩვენს Toyota-ს. ჩეკები დავსბროსეთ, ეხა უნდა გავიარო, მე თუ რამე აანთებს, ისევ დავბრუნდებით და მანდ უკვე ვიპოვით კონკრეტულად პრობლემას, რომელიც აანთებს იმ ჩეკს, რომელსაც ვებრძვით რამდენიმე დღეას. ნუ რამდენიმე დღე ვემზადები საბრძოლველად უფრო სწორად. ეხა კიდე წავედი და კიდე რამდენიმე დღე ვებრძოლო მანქანას, რომ ჩეკი აანთოს თუ შეუძლია რომ აანთოს. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე. ჩვენი რა 4 ისტორია დასასრულს უახლოვდება. ჩეკები რა ვიცი, არა ინთო დაახლოებით 20-30 კილომეტრი მაინც გავიარეთ ამანქანით და ჩეკები საერთოდ არ ანთებულა. ასე რომ ყველაფერი რიგზე არის, დავამთავრეთ ეს მანქანა. საკმაოდ კარგი ვარიანტი გამოდგა. არის რაღაცები რისი მოყოლოს მინდა თქვენთვის, ასე რომ არხი გამოიწერეთ და არ გამოტოვოთ ამანქანის მიმოხილვის ვიდეო. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ მანქანის ჩამოყვანა გინდათ ამერიკიდან, იაპონიიდან ან სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ზე ან Instagram-ზე და როგორც აქამდე არაერთხელ გამეკეთებიათ, თქვენთვისაც შევარჩევ და ჩამოვიყვან მანქანას. ამ რა 4 ისტორია ჩვენს არხზე უკვე ნელ-ნელა მთავრდება. ძალიან მიხარია, რომ ნელა ნაბიჯ მოუმჯობესებ მანქანების ხარისხს. უკვე ეტყობა მანქანებს, რომ რეალურად შრომ დავწვალობთ რა ენერგიასაც ვდებთ ამ მანქანებში. ყველაფერი ნელ-ნელა მანქანების ხარისხზე ჩანს და მიხარია, რომ უყურებ ჩვენს ვიდეოებს, უკვე მიხარია, რომ Ford Fusion-ებიდან აი ამ ხელა შრომა ჩავდეთ და უკვე ნელ-ნელა ავდივართ ცოტა უფრო საშუალო კლასისკენ, რაც ძალიან მახარებს. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, იმიტომ რომ мотиваციას მაძლევთ, რომ კიდე გადავიღო, კიდე ჩამოვიყვანო ესეთი მანქანები და მოგიყვეთ ამ მანქანების ისტორია და ჩემი ისტორიაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ მივდივარ და მივალ თუ არა ჩემს საოცნებო Skyline-ამდე. ვფიქრობ, რომ მივალ, იმიტომ რომ დანებებას არ ვაპირებ.
ასე რომ რაც არ უნდა იყოს, უეცდები რომ მივახციოთ ჩვენს მიზანს და ზუსტად აი ამ არხზე გაჩვენოთ ჩემი 2014 საწყობის ვიდეო, როგორც აქამდე სხვა მანქანები ავაწყეთ. არ გამოტყუთ ჩვენი არც ერთი ვიდეო, სამომავლოდ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, შეგიძლიათ გამოვიყვეთ Instagram-ზე, იმიტომ რომ ხანდახან გული ვერ მიძლებს ხოლმე და YouTube-ამდე და YouTube-ზე ადრევდებ ხოლმე სტორებს, იქ რა მანქანები გვექნება და ასე შემდეგ. გამომყევით და ერთად მივახციოთ ჩვენს საოცნებო მანქანებს. ესე იგი, ჩვენი რაოთის ისტორიები კი დავამთავრეთ ჩვენს არხზე, მაგრამ ამ რაოთს არ უნდა ჯერ წასვლა. ან დღეს უნდა წამეყვანა უკვე დასატოვებლად, მაგრამ ჩეკი აინტო ისევ და ისევ აშოტასთან მივდივართ, ასე მაშოთ აქედანაც სალამები და მომკლავთ. მოვიდა აშოტაც, ჩავუჯექით ჩვენს რაოთს. სამომავლოდ და აპგრეიდებას ვაპირებთ ხარისხის, ამიტომ ჯერჯერობით ცოტა ხანი ტელეფონით გადავიღებთ და ტელეფონით უნდა გამიძლოთ, მაგრამ არ აუშავს ვეცდები მაქსიმალურად ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაცია. ასე რომ ველოდებით ჩვენი check engine-ის მიზეს და შემდგომ იმედი მაქვს, რომ ძალიან მარტივად მოვაგვარებთ, იმიტომ რომ ზუსტად ხვალ არის deadline-ი იმისთვის, რომ ეს მანქანა უკვე ბაზარში მყავდეს გაჩერებული, ასე რომ ეხა უკვე ბნელდება, ესე ვთქვათ, და შეიძლება ვერ მოვასწროთ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ შეიძლება რაღაცა პროგრამულად გამოვასწროთ, ნახოთ. ესე იგი, პირველად მესმის ესეთი რაღაცა ამდენ მანქანაში. ჩეკი გვინთია იმის გამო, რომ კონდიციონერის ფრეონი აკლია. სისტემაში ეგრე დაწერა დიაგნოსტიკის დროს, რომ გავთისედან რომ წავშალეთ ეს კონდიციონერის შეცდომა, ჩეკიც ჩაქრა ავტომატურად და ეგ იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად მაგის ბრალი არის ჩვენი ჩეკი. ეხლა კიდე წავალთ, ჩავამატებთ აქ ფრეონს, აქამდე არ მქონია შანსი რომ შემოწმებინა არის თუ არა და ზუსტად მაინც საჭირო არის ეს ყველაფერი, რომ მუშაობდეს სწორად, იმიტომ რომ თბილი ამინდები გვიახლოვდება და ნებისმიერ შემთხვევაში ვინც იყიდის ამ მანქანას დაჭირდება ფრეონი და კონდიციონერიც დაჭირდება. შესაბამისად წავიდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი Toyota RAV4-ის პრობლემები. პრობლემა ვიპოვეთ, ფრეონი ნამდვილად აკლია. უბრალოდ ერთი პრობლემა გვაქვს სხვა მანქანებისგან განსხვავებით, აქ კილონახევარი ფრეონი მიცდათ და დაახლოებით 2.5 3-ჯერ მეტია ვიდრე ჩვეულებრივ მანქანებში, რაც აქამდე შემოსია. კი ვავსებთ, მაგრამ ხარჯიანი ყოფილა ჩვენი RAV4 Prime შევსება, ვინც აპირებთ ყიდვას, ეგეც გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ძალიან პატარა თანხა არ არის ეს ფრეონის ჩასმა. კი ხშირად არ გიწევთ, მაგრამ 3-ჯერ მეტია ვიდრე ჩვეულებრივ მანქანებში.